რას ამბობდი შენს იმაზე, ძახალზე? რას ვამბობდი და სულ არ უნდა ყურის შებარყუნება. აბა, ამნაირი გაგიგია კაცო. როდეიბადა ბავშვი, ხო წამევიყვანე მე. კი, პირველი მარიამი რო გაჩნდა. მე წამევიყვანე. ხო და ეს მოპრავაჟდებოდა ხოლმე, ასე. კაი, შორეული ნათესავივით. შორეული ნათესავით დაიკავებს ხელში რაღაცა სტუმრად რო მოდის. ასე არაა? ასე. ეს შენც არ მომიგე. არაფრის მაგნისი არაა. შამევიდოდა დაждდებოდა, გადაიდებდა ფეხზე. ხო და ეს დაიძახება. შეშამოგეულო, ბებია. ხო და მორჩა, მეტი არაფერი. დაждდებოდა, კაი შეჭამდა, კაის დალევდა, კარგად დაისვენებდა და წევიდოდა მე. ხო და ახლა მეორე ბავშვი ხო უნდა გაშდეს, კაცო. ფეხძიმეთა ეს ჩემი შვილი. ახლა წავიდა ყურის შებარტყუნება. აბა სარეცხი, საჭმელი, სახლის საქმე. ყველაფერი ჩემ ხელზეა, კაცო. გაგიგია ამისთან რა? აღარ შემიძლია დევიღალე. ეს ჩემი შვილი და სიძე მომადგებიან ასე კარზე. ნუ გამევედით. დაიძახებენ. შეიძლება ესე დევიღალე, კაცო. აღარ შემიძლია. იცი რას გეტყვი? ამნეირი უხეირო. ორი იყო ჩვენ სოფელში. ერთი მაგი და მეორე ბუხნიკაშვილების ელისო. ხო და ამ ორიდან ერთი მიაშამებიდან ძახლად. ბედი ხო გინდა? ა? წავედით, ახლა წავედით. ნინოს ხოც შენ დანახო ძალიან გაუხარდება. დედა მაგას შემეველი, ეგარი ოქროს გოგო. ა? გრავარი სიტყვა პასუხია, გრავარი ცხვირია, გრავარი პირია, მაგას შემოველი. მომეც. დაშვები, ჯემალი, შენ აღარ მოდიხარ, კაცო. დამასადე თუ გალიხარე. საინფორმაციოს უყურებ. თუ იმე, ამას რომ საინფორმაციო შეუწყვილონ, ვაიმე გულიც გაუსკდება. ღმერთო შენ მიშორე, ღმერთო შენ მიშორე. ჯვარი წერია, კაცო, ჯვარი. ინფორმაციას არ შეწყვიტავს. დილიდან რო დაიწყებენ ხოლმე, ხო? ზაფხავე და ზაფხავე, ხა?